ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო. დღეს პარასკევთან ერთად ყველამ ვიცით, რომ არის 28 ნოემბერი და არის 1 წელი მას შემდგომ ზუსტად, რაც დაიწყო უწყვეტი პროტესტი და ჩვენ ვიცით, რომ ეს უწყვეტი პროტესტი მოჰყვა სწორედ ქართული ოცნების პრემიერის კობახიძის განცხადებას, რომ ის აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, მოლაპარაკების პროცესს და შესაბამისად ფაქტობრივად ის უარს ამბობს ქართველი ხალხის ისტორიულ ნებაზე. ამ განცხადებას მოჰყვა დიდი პროტესტი, უწყვეტი პროტესტი და ამ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ვერ მოახდინა ოცნების რეჟიმმა მიტაცებული ხელისუფლების შენარჩუნება, დაკანონება და ქვეყანაში პროცესების ნორმალიზება. სწორედ ამიტომ დაიწყო მთელი რიგი პროცესები და შეტევა ხალხზე რეჟიმის მხრიდან და ეს შეტევა ხორციელდებოდა ორგანიზებულად და განსხვავებული ნაბიჯებით, მათ შორის საკანონმდებლო, ეგრეთ წოდებული საკანონმდებლო ცვლილებებით და ასევე ადამიანებზე ფიზიკური ტერორის განხორციელებისას. ამ რეპრესიების ფარგლებში 1 წლის თავზე ფაქტობრივად ოცნების ანგარიშზეა 500-ზე მეტი სასტიკად ნაცემი ადამიანი, 120-ზე მეტი სისხლისამართლებრივი წესით დაჭერილი რეჟიმის ტყვე, პოლიტიკოვი ლიდერები, პოლიტიკოსები ციხეში. ასევე მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში 140-ზე მეტი ადმინისტრაციული წესით ნაწარმოების საქმე, საიდანაც სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ 60-მდე ადამიანი სწორედ ქალია და ეს არის უახლოეს ისტორიაში ფაქტობრივად პირველი პრეცედენტი, როდესაც არათუ 1, 2 ან 3 ქალს იჭერენ, არამედ მასობრივად დაიწყეს ქალებზე ძალადობა, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური და ასევე მათი გამოკეტვა ციხეებში და ეს ხდება დღეს 21 საუკუნეში საქართველოს რეალობაში. რეპრესიები გრძელდება, თუმცა ამ რეპრესიების ფარგლებში ასევე გრძელდება უწყვეტი პროტესტი, წინააღმდეგობა და ბრძოლა სამშობლოსთვის და დღესაც საღამოს დაგეგმილია დიდი აქცია, სადაც კიდევ ერთხელ ხალხი დავინახავთ ერთმანეთს, ის ადამიანები, ის ათეულობით ათასი ადამიანი, რომელსაც გვაქვს ბრძოლის უნარი, გამბედაობა და ვიცით, რომ რისთვის ბრძოლობთ და ვიცით, რომ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ მანამ სანამ არ მოხდება ამ ქვეყნის განთავისუფლება. მანამ კი სწორედ ასეთი მებრძოლი ადამიანები, ქალები, რომელიც რეჟიმას სრულიად უსაფუძვლოდ ვითომ და გზის გადაკეტვის ბრალდებით, პირბადის ტარების ბრალდებით გამოკეტა ციხეებში და დღევანდელი ჩვენი სტუმრები გახლავთ ანა ბდეიანი, ანასტასია ჯაფარიძე და ნანა ჯაფარიძე. მოგესალმებით პირველ რიგში და მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგან სტუმრობისთვის. ანა, მოდი შენით დავიწყებ. შენ ხარ მცირეწლოვანი 3 შვილის დედა, ხო? და ამის პარალელურად სამშობლოსთვის მებრძოლი ადამიანი, რომელიც რეჟიმმა 2 დღით გამოგკეტა, ასე ვთქვათ, დროებითი მოთავსების იზოლატორში. გაიხსენე აბა შენი დაკავება, რა იყო ეს და როგორ მოპყრობას ჰქონდა ადგილი? მოგესალმებით. ესე იგი, ეს იყო 3 ნოემბერი. უკვე მიღებული ჰქონდათ ეს კანონები, რაღაც გზის გადაკეტვაზე, პირბადეზე და რაღაც 1000 შარფზე, მაგალითად ჩვენი თანამებრძოლი გოგონა დააკავეს და მიუსაჯეს მას რამოდენიმე დღე. ხო და როდესაც მოკლედ ვიყავით რუსთაველზე, რა თქმა უნდა, როგორც ეს ყველა 364 დღე და როდესაც დავტოვე რუსთაველის გამზირი და უკვე მივდიოდი სახლისაკენ ტაქსით, მოკლედ სადღაც ნაძალადევის ტერიტორიაზე, ანუ მთელი ეს გზა მომდევდნენ თუ აი ვერ მივხვდი რა მოხდა. ნაძალადევის მეტროს ტერიტორიაზე უკან ესეთი მოგვეპარა პატრული, ჯერ შუქები ქონდა ჩამქრალი, იქამდე ჩემი მეგობარი ჩამოვიდა თავის სახლთან და მე უნდა გამეგრძელებინა
და უცებ ისმის, აი რაღაც მართლა ალბათ ფილმებში თუ ხდება ეგრე, რომ რაღაც გადააყენე, ანუ რაღაც განწირული პირველ რიგში ტაქსის მძღოლს ეგონა რომ მან დააშავა რაღაცა და ბოდიშებს მიხდიდა რომ მე არაფერი არ დამიშავები, ანუ ისეთი ხმით დაიღრიალა ადამიანმა ამ პატრულის თანამშრომელმა რომ ეს ტაქსის მძღოლი ახალგაზრდა ბავშვი იყო, ბიჭი პატარა და ნუ ძალიან შეშინდა ბავშვი. და ერთი კი დავაწყნარა რომ მეთქი ნუ ნერვიულობ ალბათ ჩემთვის გვაჩერებენ თქო და კი გაუკვირდა ნუ საერთოდ ვერ მიხვდა რას ნიშნავს ჩემთვის ნუ გადააყენა რა თქმა უნდა მან ეს მანქანა მოვიდნენ ჯერ ერთი და მე ამ დროს მოვასწარი ჩემ მეგობრებთან დაკავშირება რომ იცოდეთ ჩემი ის მანქანა სადაც მე ვზივარ ანუ გადააყენა პატრულმა და რომ იცოდეთ მოკლედ და ახლობლებს დაკავებული რო იყო ჩემი ანუ მე როგორც განვითარდებოდა მოვლენები ნუ ჩემი მეგობრები რამოდენიმე მოასწრეს რა მოსვლა იქ და მე უკვე ლაივშიც ალბათ იხილა საზოგადოება მე კადრები ესე იგი, ჯერ ვერ არ ყვევდნენ ეს პატრულები, ანუ ნაძალადევის პატრულები, ეთყობა სწორადაც არ იყო ინფორმაცია გადმოცემული, რომ ტაქსის მძღოლი უნდა დაეკავებინათ თუ მგზავრი, ჯერ ამის იმაში იყვნენ გარკვევაში. შემდეგ, ნუ მოკლედ იმათმა მგზავრიც გადმოიყვანეთ და ტაქსის მძღოლიც. ანუ გადმოგვიყვანეს ორივე და მე ვღელავდი, რომ ეს ბავშვი თქო, ეს ბიჭი არაფერ შუაში არ არის და საერთოდ გავუშვით თქო, ანუ ტაქსის მძღოლია, უბრალო ტაქსის მძღოლი. რა განგიმარტეს, რატო გაკავებდნენ? ხო და მაგაც რომ ვეკითხა, ჯერ საერთოდაც პირველად თვითონ მკითხა, რომ ანუ თქვენ უნდა დაგაკავოთო და მეთქი არ ვიცი, გარკვიეთ. ანუ ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა, ხო? ხო და ანუ 1-40 წუთის განმავლობაში ვიდექით და ვერ არ ყვევდნენ ან რაზე უნდა დავეკავებინე, ან რატო უნდა დავეკავებინე. ჩემ ფოტოებს უყრიდნენ ვიღაცებს, ანუ ტელეფონში მიიღებდნენ და აგზავნიდნენ, ტაქსის მძღოლის ფოტოებსაც იღებდნენ და აგზავნიდნენ და ნუ ბოლოს სადღაც ვიღაცა უხილავ ხმამ უთხრა რომ მე ვიყავი დასაკავებელი და გადამიყვანეს კუკის მესამე განყოფილებაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. და არ დამოვიწყდეს თქმა, ხო არ დამოვიწყდეს თქმა, რომ უბრალოდ 4 პატრულის ეკიპაჟი და 2 კრიმინალური მანქანა თეთრი შკოდა მოცდა აი ამ ამბავზე სადღაც 1 საათის განმავლობაში. ჩემს დასაკავებლად და გასარკვევად მე ვიყავი თუ არ ვიყავი და გადასაყვანად. და მე შენ 2 დღე მოგიწია რომ გაგეტარებინა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში. კი, ანუ ახლა არ გეტყვით რომ რამე ვინმე ზედმეტი შეურაცხყოფა მოუყენებია და ანუ მსგავსი არ ყოფილა ან პატრულის მხრიდან ან თვითონ განყოფილებაში, მაგრამ თვითონ აი ეს მომენტი რომ ჯერ სანამ იქ გაგაფორმებენ განყოფილებაში, მერე სანამ განყოფილებიდან დიღმის იზოლატორში თუ ნებისმიერ იზოლატორში სადაც გადავყავხარ, იქ გადაგიყვანენ. მერე იმდენი ადმინისტრაციულად დაკავებული ადამიანი ვიყავით, რომ 1-3 საათი იქ ვიდექით რიგში, ანუ მანქანაში. ნუ სადღაც ღამის 11-ის წუთებზე დაჭერილი ადამიანი, თუ 10-დან 11-მდე დაჭერილი ადამიანი დილის 6 საათზე ძლივს მოხერხდა ჩემი შესახლება იზოლატორში, დიღმის იზოლატორში. კარგი ანა დაგიბრუნდები შენს ანასტასია შენთან გადმოვალ ეხლა კითხვით შენ მით უმეტეს სამჯერ ქონდა ასეთი გამოცდილება ხო დროის მოკლე ინტერვალში და ერთხელ როდესაც დატოვე იზოლატორი გამოსული არ იყავი რომ დაგირეკეს და კიდე სასამართლოში დაგიბარეს. მოდი გავიხსენოთ შენი დაკავების ამბავი, საერთოდ რატო დაგაკავეს და რა ფორმით? დიდი მადლობა რიკა პროექტში მოწვევით და მივესალმები ყველას. ჩემ შემთხვევაში პირველი დაკავება ეს იყო 22 ოქტომბერს, ეს ის დღე, როდესაც ძალიან ბევრი აქტივისტი დააკავეს და ახალი ამოქმედებული ჰქონდათ კანონი სისხლზე და ახალი გაშვებული ყავდათ პატიმრები მოკითხვის გადაკეთვაზე ციხეში და მეც სწორედ საკმაოდ გაბაზებული გავემართე რუსთაველის აქციისკენ. და ესე ვთქვათ, ერთი პატარა ქაღალდის ევროკავშირის დროშით და სასტუმრით ვიყავი შეიარაღებული. ზოგადად სასტუმრო როგორც ატრიბუტი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ნივთია, ძალიან დიდი ძალა აქვს, რომ გავლენა მოახდინოს სხვებზე და მიქციოს ყურადღება, ამიტომ ხშირად ვიყენებ ხოლმე და მაშინაც, რომ ვიცოდი, რომ ამდენი ხალხი დააკავეს და მათ შორის ჩემი მეგობარიც იყო დაკავებული გზის დაკავების გამო, დავდექი რუსთაველზე თვითონ
პოლიციის კორდონის წინ და ამ დროშის ფრიალი დაუწყება პატარასი და სტოენა და სწორედ ამაზე გაღიზიანდნენ. მომიწოდეს შეწყვეტისკენ, თუმცა მე ხსნიდი რომ ამ ტროტუარზე ვიდექი და სრულიად ჩემი უფლება იყო როგორც ამ პატარა დროშის ფრიალის სტოენა. თუმცა არ დაიჯერეს და რაღაც მომენტში გამოიწიეს და გამიტაცეს ასე ვთქვათ. ანუ სასტვენის ჩასტვენისთვის დაგაკავეს. ნუ ხო, დროშის ფრიალის და სასტვენის გამო არ ვიცი ზუსტად რის გამო, მაგრამ ეგრე გამოვიდა და აღნიშნა. ეს ღამე იყო ხო მასობრივი დაკავებები რო დაიწყეს დაახლოებით 20-30 ადამიანი რო დააკავეს ერთდროულად. კი, ძალიან ბევრი ვიყავ ჩვენ განყოფილებაში, თუმცა იქამდეც ვიტყოდ, რასაც დამაკავეს, საკმაოდ ძალით მოხდა ჩემი დაკავება, იმიტომ რომ ხალხმა სცადა რომ დავეკავებინე და ამ ჯაჯგურში ჯერ ჩემი ჩანთა დაიკაგა და გაიხა და გაფუჭდა, ის დროშა ხო გაქრა და შემდეგ სასტვენიც გამომიჯეს და მოისროლეს სადღაც და რავი, არც ეს ასიამოვნო გამოცდილება იყო ნამდვილად. შემდეგ უკვე განყოფილებას რაც შეეხება, იქ ძალიან ბევრი აქტივისტი დამხვდა სხვათა შორის და რაღაცა კინოს სცენას გავდა მართლა ამდენი ხალხის ერთად შეხვედრა და შეყარა და ერთმანეთის გამხნევება. რაც შეეხება იზოლატორს, მეც აღნიშნავ, რომ მაგ დროს 8 ქალი დაგვაკავეს და ყველა წაგვიყვანეს ახეს იზოლატორში და მე მეშვიდე ვიყავი, ვინც შევედი, აქედან გამომდინარე, ალბათ 5-6 საათი მანქანაში გავატარე. მეც ღამის გათენება მომიწია და დილის 6-ისკენ შევედი იზოლატორში, რაც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო გამოცდილება. სხვა დაკავებებს რაც შეეხება, ეს უკვე იყო გზის გადაკეტვაზე. ორჯერ დამაკავეს მაგის გამო და ერთხელ მათ შორის 13 ნოემბერს ზუსტად სახლში მომადგნენ. სალონში პროცედურაზე მივიდიოდი, სადაც სახლი დავტოვე და პოლიცია დამხვდა და ასე ვთქვათ, წაგიყვანეს. ხო, ერთი 5-6 კრიმინალურიდან იყო, მერეცალკე პატრული მოიყვანეს, ჩამსვეს ასე და წამიყვანეს. ოჯახში დარეკვის შესაძლებლობა მოგცეს? არა, სხვათა შორის ადვოკატსაც ვითხოვდი, მაგრამ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ასე მეუბნებოდა პოლიციელი, თუმცა სანამ ხდომაზე არ ავედით, ვერ შევატყობინეთ ადვოკატსაც სამწუხაროდ. შემდეგ ჩვეულებრივად როგორც სხვების შემთხვევაში ეს საპროცესო უფლებაც იქნა დარღვეული. კი, თავიდან კი. კარგი, მადლობა ტასო. ანასტასია, უბრალოდ ნანა, ეხლა თქვენთან გადმოვალ კითხვით, თქვენს ყველა ვნახეთ ეს კადრები, როგორ წაგიყვანეს, ასე ვთქვათ, წაგათრიეს უკაცრავად ამ სიტყვისთვის და რისთვის დაგაკავეს? მოგესალმებით. დღესაც გაურკვევლობაში ვარ, რა თქმა უნდა, რისთვის დამაკავეს, ალბათ იმისთვის, რომ პატრიოტიზმისთვის, ჩემი ქვეყნის მომავლისთვის და მე ძალიან ამაყად ვგრძნობ თავს, რომ აი ასეთ ახალგაზრდებთან ვდგევარ. ნუ იმ საღამოს, როცა დავდექი მე, იქ იყო ერთი გოგო, რომელიც გავიცანი ბაია და ბაიას დედიკო. მე ვნახე ის კადრებში, რომ ის დააკავეს და ის მეტად არ დაინდეს 5 დღე თუ რამოდენიმე მისცეს და მე 24 საათი დამაკავეს. ჩვეულებრივ მივდიოდი ეს გზა რო გადაიკეტა 10-ის ნახევარზე, მე არ ვთვლი, რომ თუ გინდა ერთი ადამიანის პროტესტი და ერთი ხმაც რო იყოს, საპროტესტო ხმა 10-ის ნახევარზე რო გადაიკეტოს რუსთაველი, მე ამაში რაღაც არ ვხედავ ისეთ კრიმინალურს, რომ ადამიანი მოქალაქე დააკავა. და ჩვეულებრივ გადაკეტვის მერე წავედი სახლში, იმიტომ რომ დედა მელოდებოდა, რა თქმა უნდა, დედა დატოვებული მყავდა მეგობართან, მეგობარი ჩაანაცვლა ჩემმა შვილმა, ეს აღნიშნე იქ სხვათა შორის დაკავების დროს, მაგრამ არავინ ყურად არ იყო ეს. და რომ მივდიოდი ჩვეულებრივ ვიცქირებოდი ტელეფონში. ხო, დედას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროება მუდმივი მეთვალყურე, ხო? მუდმივი მეთვალყურეობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, როცა ჩემს ქვეყანას ასე უჭირს და მე ასე ვგრძნობ, რომ უჭირს ქვეყანას და ამაში ეჭვიც არ მეპარება, მე ვალდებულად ვთვლი თავს, რომ რაღაცა დრო გამოვნახო იმისთვის, რომ დავდგე იქ, სადაც საჭიროა, სადაც ჩემს სამშობლო სჭირდება. რომ მივიდიოდი მაშინ ვიღაცა პოლიციელმა გადამიკეტა გზა და თქვენ ეს და ეს ბრძანდები თუ კი მეთქი და ძალიან მაღალი ბიჭი იყო და ავხედე ასე რაღაც სორბა ტიპი იყო თქვენო უნდა გადაგიყვანოთ სად მეთქი და გაკვირვებული ვიყავი მართლა არ ველოდი ოღონდ რაღაც ჩემთვის ეს იყო გაურკვეველი რისთვის უნდა დავეკავებინეთ მე თუ გინ ჩემს სასაკში ან ჩემი ნამოქმედარით რომელიც მე გავაკეთე იმ საღამოს გზის გადაკეთება როცა ადამიანები ასეთ განან წელია უკვე დგანან და აპროტესტებენ ცოტა წინამდებობა გაუწია რა თქმა უნდა რისთვის რატომ მეთქი და ამ დროს ისე მომკიდეს ხელი მე უკვე ძალა გამომერლია ჩამსვეს მანქანაში გადამიყვანეს სხვათა შორის სამეზობლოდ აქ აღმაშენებული სასწამეთში თუ არ ვცდები ნომრით იქ რა თქმა უნდა დიდხანს ვიყავი მე სადღაც 1-3-4 საათის მერე გადამიყვანეს იზოლატორში
სადაც ძალიან დაკნინებულად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ხელბორკილები უნდა დაგადონ, ეს ჩემთვის უცნაური იყო. ფილმებში მარტო მაგას ნახე და არ მეგონა რომ მე ამ პოზიციაში აღმოჩნდებოდი. შემიყვანეს იზოლატორში და პირველი მე ვიყავი საკანში და ეს გაურკვევლობა რომ არავისთან კონტაქტი არა, დედაზე არაფერი ვიცი, შულმა იცის თუ არა არ ვიცი, იმიტომ რომ ტელეფონი უცებ ჩამომართვეს. და აქ აქტიური ადამიანების მადლობა ღმერთს, რომ უცნობმა ადამიანებმაც კიდე გადარეკეს, მიაწვდინეს ჩემ შვილს ხმა, რომ დედა შენი აქ და აქ იმყოფება. მაგრამ მე ხო არ ვიცოდი დედა რა მდგომარეობაში იყო. არავინ არ გაითვალისწინა ეს. მე საკნის 1 საათი ალბათ საათნახევარი ვიყავი, შემოიყვანეს ანა და კიდევ ერთი მეორე ანა. ხო. თანასაკანერები ვართ ესე იგი. იმის მერე 24 საათი გადამიყვანეს და კარგი ეს 24 საათიანი და 24 საათი როგორც კი დამთავრდა გამიშოს, მაგრამ სასამართლოზე მინდა კითხო, კი დაასრულე და სასაცილო ყველაზე მეტი იყო მეორედ გამოძახება. რომ გამომიძახე სასამართლოში და იმდენად გაურკვევლობაში აღმოჩნდი, შიში არა, ეს უკვე ბრაზი იყო, შიში რისი უნდა მქონდეს, როცა მე არაფერს არ ვაშავებ, არ ვარ კრიმინალი. მე უბრალოდ ჩემს ქვეყანაზე შემსკივა გული. და როცა გამომიძახეს იქ რაღაც პირველი სხდომა არ შეიქმნა, ადვოკატი ვერ მოვიდა და მე უცებ აღმოჩნდა, რომ ჩემი ესე იგი ჩვეულებრივი თვალით პენსიონერის დიასახლისის რაც გინდიში არ ვქი, უცებ თვალში მომხდა 29 და 3 რიცხვის სხვაობა. ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვიდა გოგო. იმ დღეს ჩაინიშნა ჩემი სასამართლო, ეს ხო ბიუჯეტიდან მიდის ყველაფერი. ეს ხო ჩვენი ჯიბიდან ამოდის. ეს ხო არათანაბრად ნაწილდება მე და ჩვენ სიღატაკეზე აღიქმება ყველაფერი ეს. ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოსულმა გოგომ ვერ შეამჩნია ის რაც შევამჩნიე მე. და მე გამოიყენეს ის რომ ადვოკატი ვერ მოვიდა და მეორეჯერ ჩაინიშნა ეს სასამართლო და სასამართლოზე მეორეჯერ რომ მივედით სხვათა შორის არ ვიცი, ჩემი ასაკის მიმართ იყო ცაცუა განწყობილი ასე კარგად თუ რაღაცამ კურიოზების გამო იქ ძაღლი იყო რაღაც ერთი მასზე ვიდეოში და ამაზე ცოტა ის გამოიწვია სასამართლოზე მეორეჯერ ამ ციფრების ცდომამ და ასე შემდეგ მოსამართლემ თქვა რომ არა მეორეჯერ სახადო სამქალბატონს ვერ ჩავნიშნავთ და გაიხმეს უკან, იმიტომ რომ ერთი და იგივე დღეზე გადავებოდნენ ორ სხვადასხვა მომენტში, ხო, რაზეც უკვე იყავი დაჭერილი და სახდელდადებული, ხელახლა შეიტანეს სასამართლოში საქმე ეს კიდევ უფრო დეტალურად რომ განმარტოთ. და სასამართლოზე მინდა კითხოთ პრინციპში სამივე სამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სასამართლო ქვია ამ გადაცემას, ასე ვთქვათ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაში დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ხომ? რამდენად სამართლიანი იყო თქვენთვის ის პროცესი, რაც ჩაგიტარეს? აი ანა დავიწყოთ ჩვენით. აბსოლუტურად უსამართლო. იმიტომ რომ ჯერ კანონია უსამართლო თავიდან ბოლომდე. მე ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან აბსოლუტურად უსამართლოები და თან ჩემი მოსამართლე იყო ცეკვავა. და ანუ აი მე რო ვუყურებდი მას, მან იცოდა რა რომ ისინი მე ვერ მიმტკიცებდნენ, მე იქ ვიდექი თუ არა. მე ეს არ მიიღიარები, ანუ ჩემთან კიდე ეგ იყო პრობლემა. მე საერთოდ არ ვჩანდი. ანუ ესე რომ მე ანაბდეიანი იქ ვიდექი, არ ვიდექი. ეს უნდა ყოფილიყო, რომ რა ვიცი, სადღაც კამერა გამომყოლოდა, რომ რაღაცა ჩემი სახე ის უნდა დაფიქსირებულიყო. ხა ჰუდით და ფეხსაცმლით რომ ვიღაცას მიმამსგავს, ეგეთი ჰუდი და ფეხსაცმელი, რავი, თბილისში შეიძლება იყიდება 100 წალი, ხო? და ანუ ჰუდი და ფეხსაცმელი მე მგონი არ არის არანაირი. მტკიცებულებები არ იყო, არანაირი მტკიცებულებები. მოწმეები ყავდათ რომელიმე ეს? შენ ყავდა ხო ანასტასია, რამდენად სწორი ინფორმაცია რა ხდებოდა ის სასამართლოზე შენთან დაკავშირებით? დიახ, ეს პირველ დაკავებაზე იყო სწორედ სრულმოწმეები, როდესაც მოიყვანეს და არ ვიცი როგორ თქვა, ჩვეულებრივად პირველი სიტყვიდან ბოლოს სიტყვამდე თავი და ბოლომდე ტყუილები ილაპარაკეს. შემიძლია ფოტოდეტალებში ვთქვა, ანუ თვითონ ეს გოგო ვიცი ვორკელები დამადო განყოფილებაში დამხვდა
თუმცა იქ სიტყვაზე თქვა რომ მე იქ ვიყავი ადგილზესაც ანასტასია დააკავესო და ვუყურებდი როგორ ხდებოდაო დაკავებაო. არა და ეგ სრუტყვილი, იმიტომ რომ ადგილი იმყოფებოდა რუსთაველზე, იქ სულ კაცები იყვნენ, როდესაც მე დამაკავეს ეგ ძალიან კარგად მახსოვს და გარდა ამისა თვითონ ოქმიას ჩემს წინააღმდეგ აღძრეს იყო პოლიციის შეურაცხყოფა, გინება და უმორჩილებლობა და ასეთი რაღაც ნამდვილად არ ყოფილა ჩემგან, ვიდეოშიც კი ჩანს, სამი ვიდეოა მგონი გადაღებული სხვადასხვა და არსად არ ვიგინები და ასე თქვა უფრად დაიწყეს მოტყობა მანაც და კიდევ მეორე ახალგაზრდა სხვა პოლიციელმა რომ ვიგინებოდი, დავაკონკრეტებინე კიდეც მაინტერესებდა აი როგორ ვიგინებოდი, დედაც კი შეიგინეს ერთ-ერთმა ახალგაზრდა გოგომ აი ძალიან საწყენი და განსაკვირი იყო ჩემთვის ეს. თანაც იმასაც ახსნიო წინა დღეს რავი 6 თუ 7 საათი გავატარეთ ერთად და თვითონაც პოლიციელებს ღამის გათენება მოუწიათ ჩვენ გამო და რატოღაც მეგონა რომ ეს იმოქმედებდა მათზე და უფრო ჩვენ და მით სოლიდარობით იქნებოდნენ განწყობილი. თუმცა მეორე დღეს პირიქით დამხვდა ნუ გამწირა ჩვეულებრივად და აი ხო აი რელიგიური ფიცი დადო და მე მოიტყუო თავიდან ბოლომდე. კი სხვათა შორის ეს ნიშანდობლივია რომ რელიგიურ ფიცს ირჩევენ ხოლმე დებენ და ფაქტობრივად ამით აღიარებენ რომ ღმერთისაც არ წამთ, იმიტომ რომ ამ რელიგიური ფიცის ქვეშ ამბობენ ძალიან დიდ ტყუილს და რელიგიურს თავი დავანებოთ ზოგადად სასამართლოზე მიცემული ცრუჩვენება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებლობას, ანუ არის დანაშაული. და მოდი მთავარი კითხვა დღევანდელ დღეს რა ბრძოლაში ვართ ჩვენ და რატომ ხართ აი ანა დავიწყებ ისევ შენით, რა არის ეს ბრძოლა შენთვის? რას ნიშნავს? აი მე ვხედავ მაისურზე გაწერია შენ მაშა სადამე და აქეთ იქიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშა. ჯერ პირველ რიგში უთანასწორო ბრძოლაში ვართ. აი აბსოლუტურად ყველანაირად გვჩაგრავენ თავისი გადმოსახედიდან. ადამიანები, რომლებსაც ოღონდ არანაირი იდეა, არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება, არანაირი ქვეყნის სიყვარული, არანაირი ამ ქვეყნის წინსვლა და წარმატება არ ანაღულებთ, ოღონდ მართლა არ ანაღულებთ. ანუ ზოგჯერ შეიძლება ადამიანებს გონიათ, რომ მე აი რაღაცა ჩემთვის შევქმენი ისეთი სამყარო, სადაც არაფერი არ მომწონს, მე ყველაფერი მომწონს, წინ გადადგმული ნაბიჯი მომწონს, ამ ქვეყნის წინ წასვლა და ევროპასთან ინტეგრაცია მომწონს და აი ამას რო აკეთებდნენ უпростоრად ქართული ოცნება, თავიდან ბოლომდე ვიდგებოდი მათ გვერდზე, მაგრამ 2012 წლიდან რასაც მე ვუყურებ, ნელა-ნელა ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აბსოლუტურად ყველანაირი სახელმწიფო ინსტიტუტი მოანგრიეს და მოშალეს. ვეღარ გაიგებ უკვე სახელმწიფოში ხარ, რაღაცა ვიღაცის დანამატ პროვინციაში ხარ, საერთოდ სად ცხოვრობ, სად გინდა რომ შენი შვილები გაზარდო. აი, ჩემთვის ძალიან მარტივი ეხა ავდგე მართლა და წავიდა ემიგრაციაში რა, მოვკიდო ჩემ შვილებს ხელი და წავიდა ემიგრაციაში. მაგრამ არ ვიზავ ამას, იმიტომ რომ ჯერ ჩემი ქვეყანა მიყვარს. არ მეთმობა ეს ხალხი მიყვარს, ვისთან ერთადაც აქამდე მიცხოვრია, ოღონდ აი განსაკუთრებულად მიყვარს, ვისთან ერთადაც ბოლო ეს 1 წელი ვიცხოვრე რა. ჩვენ პარლამენტის წინ ვართ ჩვენს სახლში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად აი იმდენად თუ ვინმე საინტერესებს იქ როგორი ხალხი დგას და ანუ უსამშობლოებს როგორ ეძახიან და რაღაც ანუ როგორ ვარ უსამშობლო როცა მე მანაღლებს გელათი მდგომარეობა, აი ხო, აი შეიძლება კოდს არც გაახსენდეს, მაგრამ მე ყოველ წამს მახსენდება და აი ყოველ დღე ერთხელ მახსენდება, რომ შევდივარ და ვიღაცის იმას რო ვხედავ, რა ქვია, იქ დუომოს თუ რაღაცა ღირსშესანიშნაობას და ამ დროს რომ მიდგება თვალწინ რომ გელათის უნიკალური ფრესკა არის ჩამორეცხილი, იმიტომ რომ ადამიანს ნება არ ქონდა იმის გაკეთების და შეკეთების. მე მანაღულებს დაკარგული ტერიტორიები. აუცილებლად მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორიებს დაიბრუნებს. აი აუცილებლად მჯერა. ადამიანი 28 ნოემბერს 1 წლის წინ რო დადგა ტრიბუნასთან და რო თქვა ის სიტყვები, რაც თქვა მან ყობახიძეს გულისხმობა, ეგრეთ წოდებულ პრემიერს
საერთოდ რას ვაკეთებდი ვერ მივხვდი როგორ ჩავიცვი როგორ ავდექი და ქუჩაში გავედი და სად მივდიოდი აი ზუსტად ვიცოდი სადაც უნდა წავსულიყავ იქ სადაც წყდებოდა ყოველთვის ამ ქვეყნის ბედი და ეს არის რუსთაველის გამზირი რომ მივდიოდი მე აი თან ტვინში რომ ფიქრობ რომ აი რა ვინ დაგხვდება რა ხალხი გამოვა ანუ გამოვა კი ხალხი ანუ ყველას ეს ეთკინა და რომ მივედი ჯერ არ იყო სამანქანო გზა გადაკეტილი ანუ აი პარლამენტის წინ უკვე უგროვდებოდი და აი ეს ნელ-ნელა ხალხის ნაკადები რომ ემატებოდა და მანდ მივხვდი რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გადარჩებოდა აი იმ 1 წლის წინანდელ 28 ნოემბერს და გრძელვადიან პროცესში ვართ ალბათ იმიტომ რომ ჩვენ ეგენი ძალით გვერევიან კანონით გვერევიან თავისი დაწერილი რომელსაც არ ვაღიარებთ მაგრამ ნუ ძალა მათ ხელშია და ისე გვექცევიან როგორც მათ ამ ეტაპზე უნდათ ზუსტად ვიცი რა დროც არ უნდა დაჭირდეს ეს ქვეყანა აუცილებლად გადარჩება და ეს ბრძოლა იქნება ჩვენს გამარჯვებამდე, ქვეყნის გამარჯვებამდე და ამ ქვეყნის მომავლის გამარჯვებამდე. აი ეს მჯერა მე. კი მეც დარწმუნებული ვარ ამაში. ანასტასია, შენთვის რა ბრძოლა ეს? ჩემთვის რა ვიცი, ყველაფერში დავეთანხმები ანას, ძალიან კარგად აღწერთ ყოფილისას გძნობთ და რისთვისაც ვიბრძვით. ჩემ შემთხვევაში ეგ ვთქვა, ჩემთვის ეს ბრძოლა არის ალბათ აი რუსეთსა და ანუ კულტურასა და ცივილიზაციას შორის, ჩამორჩენილობასა და განვითარებას შორის, ამ შვიდობასა და ომს შორის სწორედ. და იმის თქმა მინდა რომ მე ის ადამიანებსაც ჯერა რომ საქართველოს ერთადერთი შანსი რომ გახდეს ანუ წარმატებული ეს ეკონომიკურად, პოლიტიკურად, დემოკრატიულად დაყოლებული ქვეყანა არის ევროკავშირი. ევროკავშირში გაწევრიანება და ასე ნატოში გაწევრიანება არის ერთ-ერთი გზა რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ, ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ და ყველა მიმართულებით დავიწყოთ სწრაფისწრით განვითარება. როდესაც ამ შანსს გვართ, მეც ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლება, მე ესე მარტივად ვერ დავთმობ, ხო, ანუ სანამ ცოცხალი ვარ და სანამ აქ ვარ, ანუ მე ყოველთვის გამოვალ საქართველოს ინტერესების დასაცავად. აგრეთვე აუცილებლად აღნიშნავ იმას, რომ ანუ მართა ისტორიულად რომ შევხედოთ, ყველა მეფე, ყველა საზოგადო მოღვაწე, განმანათლებელი მამები და ასე შემდეგ, ერისმამების მათ შორის ილია ჭავჭავაძე სწორედ იმისთვის იბრძოდნენ, რომ საქართველო გამხდარიყო ევროპული კულტურის და ცივილიზაციის ნაწილი, რომ ქონოდა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, განათლება და ასე შემდეგ. და ხო, ანუ ჩემი აზრით, სანამ შანსი გვაქვს და ძალა გვაქვს, უნდა გავიდეთ გარეთ და ვიბრძოლოთ. ერთადერთი გზა ჩემთვის არის ბრძოლა და გასვლა. აი სახლში ჯდომით და ლოდინით, რომ მოდის მე რამე შეიცვლება, ჩემი აზრით, ანუ ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს და გადავიქცევით რაღაც აი მართლა ჩრდილოეთ კავკასიურან, აი აფხაზეთიდან ოსეთის ტიპის ქვეყანად და არ ვიცი, ნუ სამუდამოდ გავიწირებით ალბათ რაღაც არც ჭაობისთვის რა, როგორშიც ახლა ეს ქვეყნები ცხოვრობენ. კი, და განვითარების შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული აფხაზეთის და ოსეთის შემოერთების შესაძლებლობაც გვექნება, რა თქმა უნდა. ნანა, შენთვის რას ნიშნავს ეს ბრძოლა და რატომ ხარ ამ ბრძოლაში? ჩემთვის იმას ნიშნავს ეს ბრძოლა ძალიან ახლოს არის ჩემთან, იმიტომ რომ მე ვარ თვითონ აფხაზეთიდან. მე ძალიან შემეხო ეს. ჩემ შვილსა შეეხო, ოჯახსა შეეხო და რომც არ შეხებოდა, ჩემს ქვეყანას შეეხო. ამიტომ ეს არის ბრძოლა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, რომელსაც ჩვენ უკან გვართვევენ. კი არ გვართვევენ ამ ტერიტორიებს, კიდევ აძლევენ ზედ. მე არასდროს არ ვიყავი ამ ქართული ოცნების ამომრჩეველი. არ ვიცი, ეს ჩემი ინსტინქტი იყო აქ ჩართული, რომ არ ვენდობოდი ზოგადად უნიჭოდ ფულმოპოებული ადამიანების ბრჭყალებში ატანა ეს სიტყვა არ არის მაინც და მაინც ლამაზი, მაგრამ ჩემთვის რაღაც მეუღებელია და 2019-დან ძალიან აქტიურად ვიბრძვი. სხვათა შორის იმ ღამეს ტყვიაც მომხდა თვალში და გრძნობ ეხლაც კიდე ამ დაზიანებას, მაგრამ მადლობა ღმერთს გადავრჩი. ამის გამო კი არ ვიბრძვი მე ტყვია რომ მომხდა, ან სიტყვა მომხდა, ან რაღაცა მომხდა, ჩემს ქვეყანას მოხდა. ყოველ დღე ქვეყანას ესხმიან, ყოველ დღე ტყვიას ესურიან. ყოველ გამოსვლაზე, ეს არის გავრილოვის ღამე, ეს არის პოზნერის ელარჯის გაწელვის ღამე, ეს არის კობახიძის გამოსვლა, რომ ევროინტეგრაცია ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება. ყოველ ასეთ საინფორმაციო გადაცემას მოусმენ, ჩემი ჩაცმა
ერთია და გამოსვლა გარეთ. ეს უბრალოდ მე ამას ვთვლი სწორად, როგორც პენსიონერი. იმიტომ რომ ამ ახალ თაობას, რომელსაც საუკუნეებია ჩვენი მეფეებიდან დაწყებული, იუტვიან იმ ევროპულ სამყაროში და ჩვენ რატომ უნდა წავართვათ ეს 21 საუკუნეში, როცა მე ვიცი ძალიან კარგად ვიცი რუსული სამყარო. მიწევდა მე იქ ცხოვრება, ვიცხოვრე, რა წუმპეა და იმ წუმპეში მე წასვლა არ მინდა. მე რომ მინდოდეს, მე არ მაქვს უფლება, როგორც მოქალაქეს არ მაქვს უფლება, როცა ამდენი ახალგაზრდა რუსთაველზე დგას და ითხოვს იმას, რაც ქვეყანას უფრო წაადგება. ამიტომ მე ვალდებულად ვთვლი თავს, ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც გამოვიდე. მიუხედავად იმისა, ჩემი ჯანმრთელობის რაღაცისა, მიუხედავად იმისა, რომ დედას მარტო ვტოვებ ზოგჯერ რაღაც საათობრივად, მიუხედავად იმისა, ჩემი ვალდებულებები ჩემს უკან ბევრი დგას. ყველა ადამიანის მიმართ, რუსთაველზე ვის დგას, იქ მხატვრები დგანან, რეჟისორები დგანან, კურიერები დგანან, ყველა პროფესიის ადამიანი დგას, მათ უკან ოჯახები დგას, მაგრამ ყველაზე დიდი ოჯახი ჩვენთვის უნდა იყოს სამშობლო და როცა ეს დიდი ოჯახი იქნება მოწესრიგებული, ყველა პატარ-პატარა ოჯახებში შევა ის ევროპული წესრიგი, რომელიც მე ვნახე ჩემი ემიგრაციის ამ წელიწადში. ძალიან შიდა სამზარეულოში. სადაც პენსიონერები ლაღად ცხოვრობენ. აი თუ გინ ჩემი ჭრილიდან, პენსიონერი ჭრილიდან, როცა იქ პენსიონერი ლაღად ცხოვრობს, მას შეუძლია კაფეში წასვლა, მას შეუძლია ლამაზი ვარცხნილობა გაიკეთოს, მას შეუძლია ლამაზად ჩაიცვეს, ლამაზად დაჯდეს თავის დაქალთან და ჩვენი პენსიონერები, როცა გავდივარ ყოველ გასვლაზე, ბაზრობაზე, გული მიწუხდება, იმიტომ რომ ვხედავ დიდ სხვაობას და ეს არის ის წუმპერა წუმპეშიას დღეს ვიმყოფები და იმაზე უარეს წუმპეში იმ გუბერნიაში რატო უნდა გადამიყვანოს თუ გინდ იმ ქართულმა ოცნებამ და თუ გინდ მე ვინც მოვა იმანაც ჩვენ კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს ჩვენი ხმა უარყვეს ყველნაირად. თუ გინდა ემიგრანტების ხმას დღეს რომელიც არაფერს არ ნიშნავს. ეს ხო არის მოქალაქეობის წართმევა. შენ მოქალაქედაც არ გთვლიან. და ამიტომ უნდა დავდგე იქ სადაც აი ასეთი ახალგაზრდები დგანან. და ვიდგები სულ სანამ შემიძლია. სანამ ამის უნარი შემწევს, ყოველ დღე ვიდგები იქ. მადლობა სტუმრობისთვის და ამ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა უკვე იწურება, ასე ვთქვათ. მინდა ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ დღეს არის მორიგი დიდი აქცია, სადაც ბევრმა ადამიანმა უნდა დავინახოთ ერთმანეთი და შევხვდეთ ერთმანეთს 7 საათზე თესეუს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მარშით დავიძვრებით პარლამენტისკენ ჩვენ მუდმივ, ასე ვთქვათ, ბრძოლის ადგილას. მე ასევე მინდა განახოთ აი ეს მაისური ტყილა არ მაცვია სპეციალურად ვარ მოსული, ეს არის რეჟიმის ერთ-ერთი ტყის ოკმელას ოჯახმა მაჩუქა ეს მაისური და სიმბოლურია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ეს კლიპიც ხო საიდანაც მოდის და მინდა ჩემი დღევანდელი გადაცემა დავასრულო ამ სიტყვებით, რომ დიახ, ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ და როგორც ჩიტებს არ ავიწყდებათ ფრენა, ისე ქართველებს არ ავიწყდებათ თავისუფლებისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყოველთვის გამოდიან გამარჯვებულები. დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უკვე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო